დღეს რუსეთშიც კი ოფიციალურად აღიარეს პრობლემის მასშტაბები და საწვავის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ამჟამად რუსეთში ქვეყნის ყველაზე დიდ ნატო გადამამუშავებელ ქარხანათა 80%-ში დაფიქსირდა დაზიანება და უკრაინული უპილოტო აპარატების შეტევები გრძელდება. შედეგად მაისში რუსულ ნატო გადამამუშავებელ ქარხნებში ნატოების გადამუშავების მოცულობა ბოლო 17 წლის მინიმუმამდე დაეცა. უპილოტო აპარატების სერიული თავდასხმების შემდეგ, რომლებმაც გასულ თვეში რუსეთის 10 უდიდეს ნატო ქარხანიდან 8-ზე მიაღწიეს მიზანს, კრემლში კი ამ ომში ერთდროიანი ცალმხრივი ზავი გამოაცხადეს. მაგრამ ეს არ გაჯა. უკვე დღეს მთელ რუსეთში ბენზინის დეფიციტი გამოცხადდა, აკრძალეს საწვავის ნებისმიერი ექსპორტი, ხოლო ცალკეულ რეგიონებში ბენზინი გასამართ სადგურებზე საერთოდ არ არის. ამასთან ევროპაში გააქტიურდა ბრძოლა რუსეთის ფედერაციის ჩრდილოან ფლოტთან. დღეს საფრანგეთმა კიდევ ერთი რუსული ტანკერი დააგავა. ამ ფონზე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირადად მოუწოდა პრეზიდენტ სი ძინპინს დაეხმაროს უკრაინაში ომის დასრულებაში და აღიარა, რომ აშშ-ი ამ სიტუაციას მარტო ვერ გაუმკლავდება. მოკლედ, მოდით ყველა ეს თემა ერთად განვიხილოთ. მე მქვია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს. მაგრამ სამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. და მეგობრებო, თუ გსურთ ამ გამოშვებების მოსმენა მხოლოდ უკრაინულ ენაზე, მე მაქვს უკრაინულენოვანი YouTube არხი. ფული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. გადადით, გამოიწერეთ, გამიხარდება თუ იქაც გნახავთ. მოკლედ დავიწყებ იმ ახალი ამბით, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს თხოვს დაეხმაროს უკრაინაში ომის დასრულებაში. ასეთ ინფორმაციას დღეს ავრცელებს გამოცემა South China Morning Post. თუმცა აღსანიშნავია, რომ პუბლიკაციის შემდეგ გამოცემამ ეს სტატია ახსნა განმარტების გარეშე წაშალა. გამოცემის წყაროების თქმით, მაისში პეკინში გამართული სამიტის დროს დონალდ ტრამპმა სი ძინპინს განუცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. და დაჟინებით მოუწოდა მას დაებრუნებინა რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან ერთად. გამოცემის თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ ტრამპის მოწოდება აშკარად ასახავდა აშშ-ის საჭიროებას ჩაერთო ჩინეთი ომის დასრულების მცდელობებში. მათი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინაში ომის მოგვარება თავის მთავარ საგარეო პოლიტიკურ მიზნად დაისახა, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ 2025 წელს. გამოცემაში გაახსენეს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ძირითადად ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც მათი პირდაპირი მოლაპარაკებები სტამბოლში 2025 წლის ივლისში დასრულდა შეთანხმების გარეშე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მალე ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა დაიწყო ზეწოლა ვლადიმერ ზელენსკიზე. მოუწოდებდა მას მიეღწია შეთანხმებისთვის რუსებთან. მაგრამ ეხლა აშკარა გახდა, რომ ტრამპი აშკარად არასწორ ადამიანს ახდენდა ზეწოლას. ამიტომაც ის თხოვს სი ძინპინს ბოლოს და ბოლოს ზეწოლა მოახდინოს მელოდ ნაძირალა ვლადიმერ პუტინზე. მაგრამ ამ ფონზე ვლადიმერ პუტინზე საუკეთესო ზეწოლას ახდენს უკრაინის შეიარაღებული ძალები. გასულ ღამეს უკრაინის ძალებმა კიდევ ერთი დარტყმა მიაკნეს სარატოვის ნავთო გადამამუშავებელ ქარხანას. ეს თავდასხმა გლობალური ტენდენციის ნაწილია. უკრაინა მაისში მინიმუმ 16 თავდასხმა განახორციელა რუსეთის საწვავის საწარმოებზე. როდესაც გადამუშავების მოცულობა ბოლო 17 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს თავიდან აიციოს დეფიციტი და ფასების მკვეთრი ზრდა ქვეყნის შიგნით. და იქ კრემლში უკვე მზად არიან მიმართონ არაპოპულარულ ზომებს. იტყობინებიან, რომ მაისში რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებში ნავთობის გადამუშავების მოცულობა ბოლო 17 წლის მინიმუმამდე დაეცა. მას შემდეგ, რაც გასული თვის განმავლობაში დრონების სერიულმა თავდასხმებმა რუსეთის 10 უდიდესი ნავთობ ქარხნიდან 8 დააზიანა, ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების დატვირთვა ომამდელ 2021 წელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით შემცირდა და გახდა ყველაზე დაბალი 2009 წლის ოქტომბრის შემდეგ. მაისის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 16-ჯერ დაარტყეს დრონებით ნავთობ ქარხნებს, 7-ჯერ დაარტყეს ნავთობ სადენებს, 6-ჯერ პორტებს და ერთხელ ზღვაში ტანკერს. ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების საერთო რაოდენობა, რომლებიც სულ ცოტა 30-ზე მეტია ომის დაწყების შემდეგ, უპრეცედენტო გახდა და გადააჭარბა წინა რეკორდს, რომელიც დეკემბერში იყო დაფიქსირებული. მაშინ თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა 26 ნავთობის ობიექტი, მათ შორის 15 ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა. მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, უკრაინული დარტყმების ტაქტიკაც შეიცვალა.
ეხლა უკრაინის შეერაგებული ძალები თავს ესხმიან არა მხოლოდ ნავთობის პირველადი გადამუშავების დაანდგარებს, არამედ მეორეულ დაანდგარებსაც. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს დაანდგარები ეხმარება ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნას მეტი ბენზინისა და დიზელის წარმოებაში და მათი შეკეთება ბევრად უფრო რთული და ძვირია. და აი, როდესაც წარმოების შემცირებას შეეჯახნენ, ნავთობკომპანიებმა მკვეთრად შეამცირეს ბენზინის მიწოდება ბირჟაზე, სადაც საწვავს მცირე კერძო ავტოგასამართი სადგურები ტიდულობენ. ასე რომ მაისში A95 ბენზინის მიწოდება მე-13-ით შემცირდა. როდესაც ბენზინი ბაზარზე ნაკლები ხდება, მისი ფასები იზრდება. და აი, საბითუმო ბაზარზე წლის დასაწყისიდან ბენზინის ფასები რუსეთში 26%-ით გაიზარდა. მიმეორებ, რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც ნავთობის უზარმაზარ რაოდენობას ექსპორტირებს. აი, იქ ბენზინის ფასები ზემოთ წავიდა. ხოლო საცალო ვატრობაში, როგორც მიხვდებით, ბენზინი ბევრად უფრო სწრაფად ძვირდება, ვიდრე ინფლაცია იზრდება. და აი, ყველაზე სახალისო სიტუაცია ახლა ოკუპირებულ ყირიმშია. იქ საწვავს უკვე ტალონებით ხიდიან უკრაინის შეერაგებული ძალების თავდასხმების გამო იმ გზაზე, რომელსაც რუსები ნოვოროსიის ტრასას ეძახიან. ეს არის საკვანძო არტერია. სახმელეთო დერეფანი ნახევარკუნძულზე, ამაზე მე დეტალური ანალიზი მქონდა ცალკე გამოშვებაში, ამიტომ აუცილებლად გადადით არხზე და ნახეთ. და უკვე ყირიმის ადგილობრივ ტელეგრამ არხებში დღეს წერენ, რომ გასამართი სადგურები ვერ უმკლავდებიან და ინტერნეტში გამოჩნდა შეთავაზებები ბენზინის შეძენაზე 350 რუბლად litrზე. პლატფორმა ავიტოზე მომხმარებლები ყიდიან ბენზინის კანისტრებს 350 რუბლად litrზე, რადგან ყირიმის მასშტაბით უმეტესობა გასამართი სადგურებისა უბრალოდ დახურულია. და ეს განცხადებები გამოჩნდა მას შემდეგ, რაც რუსების მიერ დანიშნულმა, ეგრეთ წოდებული კედიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ AI-95 მარკის ბენზინი გაიცემა მხოლოდ ტალონებით და მკაცრი ლიმიტით ერთ ადამიანზე. იტყობინებიან, რომ საწვავის კრიზისის ფონზე რუსებმა დაიწყეს ყირიმში ტურისტული ტურის დაჯავშნაზე უარის თქმა. რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირში ტურისტებს, რომლებიც ნახევარკუნძულზე პირადი ტრანსპორტით მიემგზავრებიან, ურჩიეს ჰქონდეთ საკუთარი ბენზინის მარაგი და გაითვალისწინონ მისი გადაზიდვის წესები ყირიმის ხიდზე. მოკლედ, პირდაპირ ეუბნებიან, რომ თუ მიდიხართ, გაითვალისწინეთ, ყირიმში ბენზინი არ არის, ამიტომ მოიმარაგეთ და ბენზინის მარაგი საბარგულში ჩაიდეთ, არ ვიცი, სანაპიროს ნივთების ნაცვლად. ჯობს ბენზინის კანისტრა ჩადოთ, თორემ მერე ყირიმიდან უბრალოდ ვერ გამოხვალთ. საქმე იმაშია, რომ უკვე მარტის ბოლოდან რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი აკრძალულია. ივნისიდან კი ავიაკეროსინის გატანაც აკრძალულია. ანუ ბენზინი უკვე თვით რუსეთის შიდა ბაზარზეც აღარ ყოფნით. ავტომობილური საწვავის დეფიციტმა უკვე რუსეთის ფედერაციის დედაქალაქის რეგიონამდეც მიაღწია. და აი, ახალ მოსკოვში ავტოგასამართ სადგურებზე უკვე გამოჩნდა განცხადებები ბენზინის გაყიდვის შეზღუდვის შესახებ. ერთ ადამიანს მხოლოდ 60 ლიტრი. ექსპერტები შეუახსენებენ, რომ საწვავზე მზარდმა ფასებმა ადრე რუსეთში პროტესტებიც კი გამოიწვია. კერძოდ ეს მოხდა 2018 წელს. თუმცა მიუხედავად ამისა, საწვავის ფასებმა ინფლაციასაც შეუწყო ხელი. ადგილობრივი მიწოდების დასაცავად კრეუმმა საწვავის ექსპორტი სრულად აკრძალა. თუმცა მოსაოდნელია, რომ ნავთობის გადამუშავების მოცულობა რუსეთში ქარხნების გაჩერებისა და სამუშაოების შემცირების გამო კიდევ უფრო შემცირდება. ანალიტიკური კომპანია OLX-ის შეფასებით, მაისში საშუალო მაჩვენებელი უნდა მიაღწიოს ოდნავ მეტს, ვიდრე 4.5 მილიონი ბარელი დღეში, რაც დაახლოებით 700,000 ბარელით ნაკლებია დღეში, ვიდრე 1 წლის წინ. პრობლემა რუსებისთვის მართლაც უზარმაზარია. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენ კიდევ ერთი ზავი გამოგჩა. დიახ, რუსეთის დიქტატორის თანაშემწემი იური უშაკოვმა განაცხადა, რომ თურმე რუსეთმა თითქოს არ განახორციელა დარტყმები კიევზე ამ შაბათ-კვირას, რადგან გადათქვიტა ზავი გამოეცხადებინა სამების დღეს. თითქოს პუტინმა სამების დღეს ერთდღიანი ზავი შესთავაზა, რომლის განმავლობაშიც მან უარი თქვა მასიური სარაკეტო დარტყმის ბრძანების გაცემაზე და ელოდა, რომ უკრაინაც არ დაარტყამდა ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს მთელ რუსეთში. მაგრამ ეს არ გამოვიდა, რადგან რუსებს უკვე აღარავინ ენდობა სიტყვაზე. ასე რომ დიახ, თუ გამოგჩათ, თურმე კიდევ ერთი ზავი გქონია. და სწორედ ამ ფონზე რუსეთში ვლადიმირ პუტინისთვის არასასიამოვნო განსხვავები გაჩნდა. რუსი დიქტატორი გეგმავს სანქტ-პეტერბურგში უკვე მეხუთე თადბირის ჩატარებას, რომელიც რუსეთის სამხედრო ეკონომიკას ეძღვნება. სხდომა გაიმართება იმ ფონზე, როცა რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ეკონომიკური ზრდის გზების პოვნას. მაშინ როცა უკრაინული დრონების დარტყმები ზიანს აკანებს რუსეთის ეკონომიკას და ბიზნესი ომის დასრულებას ვერ ხედავს. და აი სააგენტო Reuters წერს, რომ რუსეთის ეკონომიკა, რომელიც მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ნედლეულზე და რომლის მოცულობა დაახლოებით $3 ტრილიონ არის შეფასებული,
მკვეთრად შეანელა ზრდის ტემპი. თუ 2024 წელს რუსეთის ეკონომიკა ძლიერად თითქმის 5%-ით გაიზარდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლები იყო. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთის ეკონომიკა 0.2%-ით შემცირდა. და წლის ბოლოს თვით კრემლშიც კი ოპტიმისტურად ელიან ეკონომიკის ზრდას. სულ რაღაც 0.4%-ით. აქ მოვიყვან ციტატა სააგენტო Reuters-იდან. რუსეთის ელიტურ წრეებში ადრე ისმოდა გაფრთხილებები, რომ ომი სერიოზულად დააზარალებდა რუსეთის ეკონომიკას. ამავე დროს კივილ დმიტრიევი, რომელიც დონალდ ტრამპის გუნდთან კონტაქტებში მონაწილეობდა, აღნიშნავდა შესაძლო ეკონომიკურ სარგებელს მშვიდობის შეთანხმებიდან, რომელიც საბოლოოდ არ გაფორმდა. თუმცა ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის მქონე რუსმა ბანკირმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს ჯერ კიდევ გასულ წელს ჰქონდა შესანიშნავი შანსი მშვიდობის შეთანხმების დადებისთვის, მაგრამ ეს შანსი გაუშვა. ამ ფონზე ევროპა აგზელებს ნადირობას რუსეთის ჩრდილოან ფლოტზე, რომელიც ვლადიმირ პუტინს ნავთობის გაყიდვაში ეხმარება. ფრანგმა სამხედრო მეზღვაურებმა კვირას ატლანტის ოკეანეში დააკავეს სანქცირებული ნავთობის ტანკერი ტაგორი, როდესაც გემზე ავიდნენ. ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მან თქვა, რომ გემი რუსული პორტიდან მურმანსკიდან მოდიოდა. მოსკოვი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის მიერ რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის ტანკერის დაკავება უკანონოა. მაგრამ ემანუელ მაკრონმა ამაზე უპასუხა. ციტატა: ოპერაცია ატლანტის ოკეანეში ღია ზღვაში ჩატარდა რამდენიმე პარტნიორის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით საერთაშორისო საზღვაო სამართლის სრული დაცვით. ანუ უბრალოდ დაფიქრდით. რუსები აბსოლუტურად უკანონო ტანკერებს უშვებენ ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვანი ფლოტიდან, რომლისგანაც სხვათა შორის პუტინი თავის დროზე დისტანცირდა. ახლა კი აღიარებენ, რომ ეს მათი ტანკერებია. ეს ტანკერები ცრუ დროშით მოძრაობენ, ეს ტანკერები ყველანაირად ცდილობენ საერთაშორისო სამართლის გვერდის ალას. და როცა მათ აკავებენ, რუსებს ყოფნით თავხედობა, რომ გააღონ თავისი ბინძური საზღარი პირი და თქვან თითქოს ასეთი ტანკერის დაკავება უკანონოა. ეს უბრალოდ აბსურდია. საერთოდ კი შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ მარტში საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადეს, რომ არ მისცემენ სანქცირებულ რუსულ ჩრდილოვან ფლოტთან დაკავშირებულ ტანკერებს თავიანთ ტერიტორიულ წყლებში გავლას. რაც მნიშვნელოვნად ართულებს ნავთობის ვაჭრობას რუსეთისთვის, შესაბამისად აზიანებს რუსეთის ეკონომიკას, რაც კარგია. აქ წერტილს დავსვამ, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვემოთ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატის საშუალებით ბმულებზე და რეკვიზიტებზე, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. მადლობა. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი მხოლოდ უკრაინულენოვანი YouTube არხი, ეს არის ალექსეი პიჩის ახალი არხი, Pechi. თუ გსურთ მიიღოთ სიახლეები უკრაინულ ენაზე, ბმული აღწერაშია, აუცილებლად გამოიწერეთ. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.